საქართველოდან ფერო შენადნობების ექსპორტი გაიზარდა, რა ტენდენციებია დარგში გიყვებით რამდენიმე წუთში. მთავრობა GM Pharma-თვის 14,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციით ჩამორთმევას გეგმავს. მიზეზი თბილისი რუსთავის მაგისტრალის მშენებლობაა. დავით ნარმანიას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი რუსული ელექტროენერგიის საფასურს თავად იხდის. სემეტის ანგარიშით შარშან რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის თითქმის 74.9% აფხაზეთს მიეწოდა. ქართული ზეთისხილი წლევანდელ სეზონზე 700 ტონა მოსავლის აღებას ელის, რა პროგნოზით გასულ სეზონზე ზეთისხილის მიღებულ მოსავალს სამჯერ აღემატება. საქართველოს რკინიგზა გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. შუადღემშვიდობისა ეს BMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. საქართველოს მთავრობა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული საწარმოსთვის GM Pharma-თვის 14,000 კვადრატული მეტრის მიწის ფართობის ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმევას გეგმავს. შესაბამისი ბრძანება ეკონომიკის მინისტრმა მარიამ მქრიბიშვილმა 29 მაისს გამოსცა. ბრძანების თანახმად ექსპროპრიაცია თბილისი რუსთავის მაგისტრალის მშენებლობასთან არის დაკავშირებული. მიწის ნაკვეთი, რომლის ჩამორთმევასაც მთავრობა გეგმავს, რუსთავის გზატკეცილის ნომერ 52-ში მდებარეობს, სადაც GM Pharma 151,117 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ეკუთვნის, საიდანაც 14,000 კვადრატული მეტრის ექსპროპრიაცია იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით მაგისტრალმა უნდა გადაკვეთოს GM Pharma საკუთრებაში ამჟამად არსებული ტერიტორია. რენდერის მიხედვით მაგისტრალი ფარმაცევტული საწარმოდან რამდენიმე მეტრის დაშორებით განთავსდება. მოახდენს თუ არა კომპანია ეკონომიკის მინისტრის ბრძანების გასაჩივრებას, ფარმაცევტულ კომპანიას ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მესტიაში აღრიცხვიანობის მოწესრიგების შემთხვევაში ელექტროენერგიის მოხმარება დაიკლებს, რაც შვებას მისცემს გადატვირთულ ქვესადგურებს და ხაზებს. კითხვაზე გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული ხარჯები ხომ არ გამოიწვევს სამომხმარებლო ტარიფის ზრდას. დავით ნარმანია ამბობს, რომ დღეს არსებული მდგომარეობა სამომხმარებლო ტარიფს აწვება, შესაბამისად ტარიფსაც გარკვეული შვება იქნება. მისი განმარტებით ტარიფის კლებას არ უნდა ველოდოთ, თუმცა ნარმანია ირწმუნება, რომ გარკვეული შეღავათი დაწესდება. მნიშვნელოვანია ის, რომ მოხმარება მოექცეს შესაბამის წესებში და ჩარჩოებში. მომხმარებლები, რომლებისთვისაც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი შეღავათები მთავრობის მიერ, რა თქმა უნდა, ისინი საყოფაცხოვრებო მიზნით უნდა მოიხმარდნენ ამ ენერგიას და არა კრიპტომაინინგისთვის. კრიპტომაინინგი ცალსახად კომერციული საქმიანობაა, შესაბამისად ვინც ამდაგვარი საქმიანობით იქნება დაკავებული, ეს ელექტროენერგია უნდა იყოს აღრიცხული და შესაბამისად კომერციული ტარიფით უნდა იქნას შესაბამისი გადასახადი გადახდილი. სწორი აღრიცხვიანობის და მოწესრიგების, აღრიცხვიანობის მოწესრიგების შემთხვევაში მოხმარება დაიკლებს, ეს შვებას მისცემს გადატვირთულ ქვესადგურებს და ხაზებს და გარდა ამისა, როცა იქნება შესაბამისი გადახდები, განსაკუთრებით კომერციული სექტორის მხრიდან, მერე უკვე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ენერგოპროს მივცეთ შესაბამისი დავალებები ქსელის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ქვესადგურების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მას იქ გადასახადი ვერ ამოაქვს, ჩვენ ვერ ვავალებთ იმას, რომ მოაწესრიგოს იქ გარკვეული საკითხები და მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა, თუმცა ამოღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას ვალდებულება ექნება, რომ მიხედოს ელექტროენერგიის ხარისხს და უწყვეტობას. გამოცხადებული, ასე ვთქვათ, პოლიტიკა, რომ გამრიცხველიანება იქნება. შესაბამისად, დაველოდოთ და იმედი მაქვს, რომ განხორციელდება ეს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში დანარჩენი საქართველოს ხარჯზე არ ხდებოდეს რამოდენიმე ადამიანის გამდიდრება, იმიტომ რომ კრიპტომაინინგი დენს მოიხმარს იმ დენს, რომელსაც ჩვენ დანარჩენი საქართველო ვიხდით. 2025 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა. კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის თანახმად სექტორიდან ბიუჯეტში 653,8 მილიონ ლარზე მეტის კონტრიბუცია მოხდა. 15 მილიონით მეტი 2024 წელთან შედარებით. კომკომის მიხედვით გასულ წელს მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ 47,2 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო ავტორიზებული ან და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ შეტანილმა თანხამ
470.7 მილიონი ლარი. რაც შეეხება ლიცენზირებიდან მიღებულ შემოსავალს 2025 წელს სულ კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 125.8 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმის სახით ბიუჯეტში კი 56.8 მილიონი ლარი ჩაირიცხა. საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა წელს 4 თვეში საერთაშორისო ბაზრებზე 94.6 მილიონი დოლარის ფეროსილიკონ მანგანუმი გავიდა, რაც წლიურად 92%-იანი ზრდა. მათ შორის აპრილში უცხოეთში 18.8 მილიონი დოლარის ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა, თუმცა 4 თვეში მკვეთრი ზრდა ძირითადად მარტში ექსპორტის ასევე მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული. ამ თვეში უცხოეთში 43.77 მილიონი დოლარის პროდუქციაა რაც მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარია. საექსპორტო ბაზრებს შორის თურქეთი ლიდერობს 20.66 მილიონი დოლარით, მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები 16.4 მილიონი დოლარით, სამეულში შედის ნიდერლანდები 10 მილიონი დოლარით. შემდეგ პოზიციებზეა იტალია და კანადა. როგორია დღეს ფასები ფეროსილიკონ მანგანუმზე, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია და ახერხებენ თუ არა კომპანიები გაზაფხულზე იაფი ელექტროენერგიის მიღებას. ბაზრის ტენდენციებზე ვსაუბრობთ გადაცემაში საქმის კურსში ილია გოგსაძე AMB Eloisis აღმასრულებელი დირექტორი შემოგვერთდა. მოგესალმებით, პირველ რიგში უღრმესი მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონო ილია, რასაც ვუყურებთ ოფიციალურ სტატისტიკას და რიცხვებს, თითქოს გამოცოცხლება შეინიშნება სექტორში, რადგან რიცხვები მეტყველებს ამაზე, თითქმის 93%-იანი ზრდა იყო ექსპორტში ღირებულების თვალსაზრისით, რასაც ვუყურებთ 4 თვის მდგომარეობით. ნიშნავს თუ არა ეს ის, რომ გარკვეულწილად კრიზისიდან გამოდის ეს სექტორი, რა მოცემულობის წინაშეც 2022 წლიდან იდგა, ფაქტია ეს დარგი. რაზე მიანიშნებს ექსპორტის ზრდის დინამიკა? მოგახსენებთ, ნამდვილად დარგში გარკვეული ძვრები არის, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ როგორც დადებით მოვლენად და ფაქტორად, ნამდვილად იქიდან გამომდინარე, რომ 2026 წლის იანვრის შემდგომ, ანუ ახალი წლიდან პროდუქციაზე ფასების ზრდის ტენდენცია აღინიშნებოდა, ამაზე ჩვენ გვისაუბრია. რაც ქმნიდა რეალურად შესაძლებლობას, რომ მოძებნილიყო, ვთქვათ, ისე გამოსავალი, რომ დარგი კრიზისული სიტუაციიდან გამოსულიყო. ეს კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ფასების ზრდის დინამიკა, რომელიც თავის მხრივ განპირობებული იყო, ვთქვათ, პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდით, რაც ციფრებშიაც და სტატისტიკაშიაც შესაბამისად არის მითითებული, განპირობებული იყო სწორედ ამით, რომ მოთხოვნა გაიზარდა. ფასი გაიზარდა საშუალოდ 100-150 დოლარის ფარგლებში, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული ფასნამატი, ასე ვთქვათ, ფასის ზრდა არ წარმოადგენს ისეთი სახის, ვთქვათ, გარდატეხას არ ქმნის, რომელიც, ვთქვათ, ხელშეუწყობდა დარგის კრიზისიდან გამოსვლას. შესაბამისად, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ თქვათ სიტუაცია გაჯანსაღდა, ან რაღაცა უკეთესობისაკენ შეიცვალა. დადებითი დინამიკა არის, ცალსახა, ეს ქმნის იმის პერსპექტივას, რომ მომავალში შესაძლოა, თქვათ, უკეთესი სურათი მივიღოთ და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კი მოთხოვნის ეს ტემპი შენარჩუნდა და ტენდენცია, სავარაუდოდ ეს უკვე ლოგიკურად გამოიწვევს ფასების ზრდას. ამ სიტუაციაში ეს დამოკიდებული ბატონო ილია, რასაც ვუყურებთ, უფრო ეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შემდგომ პერიოდზე ვსაუბრობთ, როცა განსაკუთრებით თურქეთიდან წამოვიდა მაღალი მოთხოვნა ქართულ ფეროსილიკონ მანგანუმზე. მოგახსენებთ, ანუ ანალიზი რო გავუკეთოთ სიტუაციას, ანუ ფაქტორები რა იყო, რის გამოთაც ვთქვათ, ზრდა, მოთხოვნაზე ზრდა ფიქსირდება, გაიზარდა პროდუქციაზე, ეს გახლდათ ნამდვილად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტური მოვლენები და აქედან გამომდინარე ეს ლოგისტიკური ჯაჭვების, ასე რომ ვთქვათ, გართულება, დაგრძელება და შესაბამისად პერიოდების გაზრდა მიწოდების მარშრუტებზე, ეს გახლდათ სწორედ ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ვთქვათ, მოთხოვნა გაზრდა პროდუქციაზე და შესაბამისად მოიმატა ფასებმა. ეხლა საკითხავია მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა მოლოდინი არის იმის, რომ მოთხოვნა ამ ნიშნულზე მაინც უნდა შენარჩუნდეს წლის ბოლომდე მაინც.
დანარჩენს ვნახავთ როგორ კი ბატონო და საინტერესოა ის გამოწვევები რომლის წინაშეც იდგა რეალურად ეს სექტორი ასე ვთქვათ რამდენად რჩება და ისევ არის აქტუალური მათ შორის ჩვენი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან რომ გავიხსენოთ ტარიფის და ელექტროენერგიაზე იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თქვენი დარგისთვის რადგან ეს სერიოზულ ფინანსურ წნეხს ქმნიდა კომპანიებზე ხომ და მაშინ თქვენ დააყენეთ საკითხი ესე რომ გაზაფხულის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ სექტორისთვის იაფ ელექტროენერგიაზე წვდომა ქონოდა ამ რეალურად ამ სფეროს რა ხდება არის თუ არა სიახლეები ამ ნაწილში იმიტომ რომ თქვენ მას შორის აანონსებდით რომ არა ვთქვათ მსგავსი ტიპის შეღავათი ამ სექტორის მიმართ კომპანიების ნაწილი შეწყვეტდა ფუნქციონირებას აი დღეს რა მოცემულობის წინაშე ხართ ამ მხრივ დიახ სიტუაცია ამ ვითარებაში ამ მიმართულებით არის ისეთი რომ სამწუხაროდ მოლოდინები იმის თაობაზე რომ ვთქვათ მიგვიღო სეზონურად მაინც შეღავათიანი ელექტროენერგია ჰიდრორესურსების ჭარბი ჰიდრორესურსების პირობებში სამწუხაროდ ეს მოლოდინი არ გამართლდა ჩვენ ვერ წვდომა არ გვაქვს ვთქვათ იაფ რესურსებზე იაფ ჰიდრორესურსებზე რომელიც ვთქვათ დარგს სასიცოცხლოდ წაადგებოდა და სასიცოცხლოდ სჭირდებოდა რაც ძალიან სამწუხაროა ჩვენ ამის თაობაზე რეაგირება გქონდა რა თქმა უნდა შესაბამისი კომუნიკაციებით სათანადო უწყებებთან ვაცნობთ შექმნილი ვითარება და გითხრათ სიმართლე მოლოდინი გქონდა განვლილი პრაქტიკიდან გამომდინარე რომ ასეთ პერიოდში გაზაფხულის პერიოდში ჰიდრორესურსების ჭარბი ჰიდრორესურსების პირობებში გარკვეული რესურსი ნაწილდებოდა ფეროშენაზომების წარმოებელ კომპანიებზე, რაც რეალურად წარმოადგენდა ხელშეწყობას და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო აუცილებელიც იმისათვის, რომ დარგი გადარჩენილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ასეთი ჰიდრორესურსების უпроსორად იაფი ელექტროენერგიაზე წვდომა სამწუხაროდ ვერ მივიღეთ, იძულებული გავხდით შეგვეჩერებინა მაისის ბოლოს საქმიანობა. საწარმოო პროცესი, რაც ძალიან უარყოფითი მოვლენაა ჩვენი კომპანიისათვის, მაგრამ ზოგადად ტენდენციის ნაწილში, ანუ პრობლემური თვალსაზრისით, პრობლემების თვალსაზრისით, ეს მარტო ჩვენ კომპანიას არ ეხება, ეხება ყველა იმ კომპანიას, რომელსაც ძაბვის საფეხურზე, ანუ 10 კილოვოლტ ძაბვის საფეხურზე გააჩნია მიერთების წერტილები და სემეკის გადაწყვეტილებით, რომელიც 2026 წლის 1 აპრილს შევიდა ძალაში, მოხდა განაწილების ტარიფის ზრდა, რაც ამ ძაბვის საფეხურზე შეადგინა 7.54 თეთრი და ეს იმ პირობებში, როდესაც არსებულ ტარიფის გაზრდამდე არსებულ სიტუაციაში სექტორს უჭირდა ოპერირება. შესაბამისად, მარტივად წარმოსადგენია რა ეფექტი, ნეგატიური ეფექტი მოყვებოდა გაზრდილი ტარიფის პირობებში ჩვენ საქმიანობას და სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ჩვენ საქმიანობა შევაჩერეთ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა მოთხოვნის ზრდის პირობებში ფასები გაიზარდოს პროდუქციაზე, ამან შეიძლება გააჩინოს დამატებითი შესაძლებლობები, რომ დარგი ამოქმედდეს, რაც მომავლის საკითხია. არსებული რეალობა ის არის, რომ ჩვენ კი ბატონო, რა ნიშნულზე უნდა იყოს, თქვათ, ფასები, მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე, რომ თქვენ ამ პირობებში, ამ გაზრდილი ხარჯების პირობებში შეძლოთ პროდუქციის წარმოება და ექსპორტი. ეხლა მე მარტივი შედარებისათვის გეტყვით, ანუ ტარიფების ზრდამდე სიტუაციაში, ანუ ეხლა სეზონურად ყველაზე იაფი ელექტროენერგია მაისი, ივნისი, ივლისის პერიოდში და ეხლა ვართ იმ სიტუაციაში ყველაზე იაფი რესურსების პირობებში, რაც იყო თქვა ტარიფის ზრდამდე მოცემულობა, ანუ თუ გვიჯდებოდა სადღაც ელექტროენერგიის 1 კილოვატის ჯამური შესაძენი ფასი დაახლოებით 8.2 ცენტი დოლარებში რო გადავიყვანოთ ჯამურად რაც იყო 1 აპრილამდე იგივე სიტუაცია ეხლაც ჩვენთვის ჩვენ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ ელექტროენერგიის გენერაციის ტარიფი და ფასი საბაზრო ფასი შემცირდა გაიაფებულია ეხლა სეზონურად
ენერგოპროს განაწილების ტარიფის ზრდის პირობებში პრაქტიკულად ეს დადებითი ფაქტორი სრულად იქნა განულებული. კი ბატონო, ბატონო, ვისთან გქონდათ კომუნიკაცია ამ შემთხვევაში, რომ რაღაც სექტორს ასე ვთქვათ, სჭირდება მსგავსი ტიპის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელი ჩვენს ასე ვთქვათ ეკონომიკაში. ნუ ბუნებრივია ჩვენ საქმის კუნძში ჩავაყენეთ და შესაბამისი კომუნიკაცია გქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან და შესაბამისად ის პროფილური ენერგოკომპანიები, რომელთანაც ჩვენ საქმიანი ურთიერთობები გაგვაჩნია, ეს არის სახელმწიფო ელექტროსისტემა, ეს არის ესკო და მუდმივ დიალოგში ვართ, რეალურად გვაქვს მცდელობები, რომ რაღაცნაირად მოიძებნოს გამოსავალი ამ სიტუაციაში, თუმცა რეალობა ესეთია, რომ ჯერ სიტუაცია და სტატუს კო, ასე ვთქვათ, ამ ვითარებაში უცვლელია. კი ბატონო. და საინტერესოა თქვენ უყურებთ რეალურად ამ სექტორს, ძალიან ბევრი კომპანია არ ოპერირებს, რომ ასე ვთქვათ, თქვენ იცით, თქვენი მათ შორის კონკურენტი კომპანიების მდგომარეობა, რეალურად საერთო ჯამში როგორი სურათია დარგში, რამდენი კომპანია ქმნის ამის, მოდი ესე რომ ვთქვათ, და რამდენია ისეთი კომპანია, რომელიც თქვენს მსგავსად ამ მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე და პრობლემებიდან გამომდინარე ვეღარ ოპერირებს. დიახ, მოგახსენებთ, სილიკომანგანუმის და ზოგადად ფეროშენადნობების წარმოებაში ლომის წილი უჭირავს ზესტაფონის ფეროშენადნობთა დიდ ქარხანას, რომელიც ტრადიციულად აწარმოებდა და აწარმოებს ამ პროდუქციას და შესაბამისად ექსპორტირებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი სწორედ მათ ხვედრის წილი სწორედ მათზე მოდის, ასევე ჭიათურმანგანუმ ჯორჯია, რომელიც ასევე საკმაოდ სოლიდური კომპანიაა და სტაბილურად ოპერირებს. რაც შეეხება ჩვენი ასე ვთქვათ პროფილის და ჩვენი ასე ვთქვათ მსგავს კომპანიებს, რომელთა წარმადობა სადღაც 500-დან 1000 ტონამდეა თვეში. ესეთი რამდენიმე კომპანიაა სულ, მინდა გითხრათ, დღეს ბაზარზე მოქმედი. ორი კომპანია ფუნქციონირებს დასავლეთ საქართველოში და ერთადერთი კომპანია იყო ჩვენი კომპანია, რომელიც რუსთავში, ქალაქ რუსთავში ოპერირებდა. მინდა გითხრათ, რომ შედარებით ჩვენს მსგავს კომპანიებს ნამდვილად სერიოზული გამოწვევები აქვს ამ სიტუაციაში. ყველაზე დიდი ნეგატიური ფაქტორი და გამოწვევა ეს კვლავ რჩება შედარებით დაბალი ფასი, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციაზე, როგორც აღნიშნეთ, გარკვეული ტენდენციები არის, რომ ფასებმა მოიმატა, მაგრამ ეს არ არის ის მოცემულობა, რომელიც, ვთქვათ, ბიზნეს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა. ანუ ყველაზე დიდი, ასე რომ ვთქვათ, პრობლემის წინაშე დგანან და მოწყვლადები ამ სიტუაციებში არიან ის პატარა მწარმოებლები, ჩვენი მსგავსი კომპანიები, რომლებიც დღეს ოპერირებენ და აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ასეთი ფასების პირობებში, პროდუქციაზე ასეთი ფასების პირობებში და ბოლოს მიღებულმა ვთქვათ სემეკის გადაწყვეტილებამ ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით შექმნა ის მოცემულობა, რომ ის კომპანიები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ შეიძლება გაეხლებინათ საქმიანობა, შეაჩერეს ეს ინიციატივები, ანუ ვეღარ ამუშავების თვალსაზრისით გადაიდო მათი ეს გეგმები. რაც მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ნეგატიური მოვლენაა, იმიტომ რომ ახალი სიმძლავრეები შეიძლებოდა ჩართულიყო ამ სექტორში, რაც მეტ საექსპორტო პროდუქციას ნიშნავს, მეტ შემოსავალს ქვეყანაში და დასაქმებულ ადამიანებს, ბუნებრივია და ლოგიკურია რა. გარდა ამისა, ისიც მინდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად ფეროშენადნობის ფაქტორი რა მნიშვნელობისაა ქვეყნისათვის, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს არის საექსპორტო პოტენციალი. შესაბამისად, დარგის, ვთქვათ, სრულფასოვნად ფუნქციონირება პირდაპირ პროპორციულია ექსპორტის ზრდასთან და დაკავშირებულია და ეკონომიკური, ასე ვთქვათ, პარამეტრების გაუმჯობესებასთან და მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი ყურადღება უნდა იქნეს სათანადო უწყებების მხრიდან ყველას ჩართულობით, რომ დარგის სიტუაცია გაუმჯობესდეს. ეს არ არის ერთი კონკრეტული კომპანიის, ასე ვთქვათ, ბედი, ერთი
კონკრეტული კომპანიის ასე რომ ვთქვათ საკითხი, ეს არის ცოტა უფრო მასშტაბური, რომელიც საქვეყნო საქმე შეიძლება ასე დავარქვა. კი ბატონო ლია, სანამ დავასრულებ თქვენთან საუბარს, ანუ რჩება თუ არა რამე სივრცე ისევ მოლაპარაკებებისთვის, იმიტომ რომ სახელმწიფო უწყებებით საქმის კურსია, როგორც თქვენ ბრძანეთ და ასევე ცალკეული კომპანიები ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს გულისხმობ. აი, რადგან მნიშვნელობაზეც ამახვილებთ ყურადღებას ამ სექტორის და არ არის სახარბელო მდგომარეობა ამ სფეროში, რამდენად შესაძლებელი და მოლოდინები გაქვთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები რაღაც გარკვეულწილად შეხესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ? ჩვენ დიალოგისთვის, ჩვენ ინიციატივებს ყოველთვის ვიჩენთ, მზადავართ დიალოგისთვის და გვჯერა რომ და გვინდა ყოველ შემთხვევაში რომ შედგეს რაღაცა ისეთი კომუნიკაცია, რომელიც რეალურ რეზულტატს მოგცემს და სიტუაციას გააუმჯობესებს ამ კუთხით. გვაქვს მოლოდინი რომ იქნება რაღაცა შესაბამისი გამოხმაურება ამ კუთხით. კი ბატონო, დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებას, ჩვენი პლატფორმა ყოველთვის მზად არის მსგავსი, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი არხივი ყოთ მოკლედ ამ მიმართულებით. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ სტუმრობისთვის, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ილია გოგსაძე, AMB Eloise-ის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ კი ამით ვასრულებთ გადაცემას 17 საათსა და 30 წუთამდე გემშვიდობებით დროებით.